ქუთაისში 2 ივლის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის თეატრალური იმერეთის პროფესიონალი ჟიური კონკურსის პირობების შესაბამისად სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ თეატრალურ დასებს და ინდივიდებს გამოავლინა. Ძალზე მნიშვნელოვანია ეს პროექტი იმერეთისთვის, ქალაქისთვის. უკვე მე-16 სეზონია ქალაქი ქუთაისი ლადო მესხიშვილის სახელობის აკადემიური თეატრი მასპინძლობს თეატრალურ იმერეთს, რომელშიც მონაწილეობას ღებულობენ როგორც სახელმწიფო, ასევე მუნიციპალური თეატრები. წინა წლებთან შედარებით მართლაც თეატრალური წარმოდგენების ამ შემთხვევაში ხარისხი საგრძნობლად არის, ესე იგი აწეული და ეს ყველაფერი ხელს უწყობს მუნიციპალური თეატრების უყურებელსა განვითარებას, მხარდაჭერას, თანადგომას სახელმწიფოს მხრიდან, ადგილობრივი თვითმმართველობების მხრიდან და აი ამ საფესტივალო ღონისძიებების ფარგლებში არაერთი საინტერესო სპექტაკლი იყო წარმოდგენილი ლადო მესხიშვილის სახელობის აკადემიური თეატრის სცენაზე. მინდა გითხრათ, რომ კომპეტენტური ჟიური მუშაობს აქტიურად და შესაბამისად ცალკეული ნომინაციების მიხედვით მოხდება შეფასება როგორც თეატრალური დასების, ასევე ინდივიდ შემსრულებლების, მსახიობების, რომლებიც ჩვენს მიერ დაჯილდოვდებიან შესაბამისი ფულადი პრემიებით, დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით. Or 2025 წელს ხარაგაულის მუნიციპალურ თეატრს 125 წელი უსრულდება. ფესტივალზე თეატრი ბასა ჯანიკაშვილის პიესის მიხედვით შექმნილი სპექტაკლით შვიდობით თემურ წარდგა. რეჟისორი ირინა ჩხეიძე, მხატვარი გაიოს შუბითიძე. თბილისის დროით ახლა 9 საათია და თქვენ საინფორმაციო გამოშვებას უყურებთ. ამ წუთებში ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ ბინაში თავის ჩამოხრჩობას აპირებს. ამ უმძიმეს კადრებს პირდაპირ ეთერში ექსკლუზიურად შემოგთავაზებთ. აღარ მინდა სიკვდილი ხო? სიკვდილია ეს სიკვდილი. სიკვდილია! სიკვდილია! იმერეთის თეატრალური ფესტივალი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ სპეციალურად ვემზადებით მთელი წლის განმავლობაში ამ ფესტივალისათვის, ამისათვის იდგმება სპეციალურად სპექტაკლი და აი დიდი ბედნიერებით ველოდებით ამ დღეებს, როდესაც ჩვენ დავადგავთ ფეხს ამ საოცარ ხელოვნების ტაძარში და შევხვდებით ჩვენს უსაყვარელს ქუთაისელ მაყურებელს და აი გულის ფანცქალით ველოდებით ხოლმე წელს განსაკუთრებულია, იმიტომ რომ 125 წელი შეუსრულდა ხარაგაულის თეატრს და რა ვიცი ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან ამაყები ვართ ჩვენ ხარაგაულის თეატრის ისტორიით და დღევანდელობითაც ვაგრძელებთ ტრადიციას. დღეს წარმოვადგინეთ ბასა ჯანიკაშვილის ძალიან კარგი პიესა, მშვიდობით თემურ და მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ბატონ ბასა ჯანიკაშვილს ამ პიესისათვის და დიდი მადლობა კიდევ ჩემ დასს, რომლებიც დღეს იდგნენ თქვენს წინაშე სცენაზე. ხარაგაულის თეატრალური ცხოვრება სათავეს გასული საუკუნის დამდეგიდან იღებს. 1900 წლიდან სპექტაკლები იდგმებოდა, სადაც ადგილობრივი სცენის მოყვარეები თამაშობდნენ. თეატრს 1953-1957 წლებში სახელმწიფო თეატრის სტატუსი ჰქონდა. 1959 წლიდან სახალხოს წოდება მიენიჭა. ხარაგაულის თეატრი იმერეთის თეატრალურ ფესტივალში 2001 წლიდან მონაწილეობს და სხვადასხვა ნომინაციის გამარჯვებულია. განსაკუთრებული გულმოდგინებით ვემზადებით იმისთვის, რომ წარმატებით წავდგეთ თეატრალურ ფესტივალზე.